ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანელა კაპიჭიძე. გამარჯობა, მე ვარ მარიამ შაინიძე, ვარ 13 წლის და აქ მოვედი რომ ვისწავლო საჯარო გამოსვლები და გადაღებებში მივიღო მონაწილეობა. წიგნი, რომელიც შენ წარიკითხე? ჩემი საყვარელი წიგნი არის ქარწაღებულნი მარგარეტ მიჩელის. და რატო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თვითონ პერსონაჟები ძალიან საინტერესოები იყვნენ, ძალიან ჩამithრია თვითონ წიგნმაც და ძალიან მეყვარს. კარგი, მე ვარ მკითხველი და მე მინდა რომ მარიამმა რომ წიგნი მიირჩია, ის წიგნი წავიკითხო. ერთი ეპიზოდი მითხარი, ამონარიდი, მონაკვეთი წიგნისა, რის გამოც მე ამ წიგნს უნდა მოვკიდო ხელი და წავიკითხო. მიზეზი თუ რატომ უნდა წაიკითხო წიგნი არის, თვითონ წიგნი არის დაფუძნებული ნამდვილი ისტორიაზე, არის ამერიკაში ცივილურ ომზე და ისტორია მიყვება სკარლეტს, რომელმაც ეს ყველაფერი განიცადა და მარტო. და ძალიან საინტერესო არის თვითონ ისტორიაშიც ბევრი გადახრები იყო, სადაც ბევრი პრობლემები ჰქონდა სკარლეტს და რაც გადალახა მან. მე ვარ ასმეში და საჯარო სკოლიდან და ჩემი ოცნება მთლიანობაში მინდა სამედიცინოზე ჩაბარება, თუმცა ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ საჯარო გამოსვლებებზე მნიშვნელოვანი არის საჯარო გამოსვლებში გამოცდილება ქონდეს და ყოველი შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მიცოდე კამერებთან მუშაობა. და კარგია რომ ამას ვაკეთებთ. რას გვეტყვი ძველ ქართველ მსახიობებზე, ადამიანებზე, ხილოვან მწერლებზე, პოეტებზე, აი თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია? ქართულ კინოებზე? თუნდაც. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი ჩვენი ქვეყნის სამაყო შვილები და აი ერთ-ერთი მაგალითად აი ამ წუთში მუშაობდით საგამოცდოზე, ბედონ გოგი ხარაბაძეს აშუქებდა ბავშვი და თუქსმენია, აი მაგალითად ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყავს. ვერი კვანჯაფარიძე, ლიკა კავჟარაძე, დოდო აბაშიძე, გოგი ჭიჭინაძე, გოგი გეგეჭკორი. ხო, აი ამ ყველაფერზე ინკოგნიტოში ისე ვერ იქნები თუ ეს ყველაფერი არ იცი. და პირობას გაძლევ ყველას აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე შენი თაობის ბავშვები ძალიან ბევრი მყავს და ერთ-ერთმა იცი რა მითხრა, როდესაც ვიმუშავე, იცი მანჩო რა მიგვირსო. თუ ამდენად კარგებიო, აი სოფიკო ჭიაურელი, როგორ შეიძლება ხარ რო არ იცოდე, ვერი კვანჯაფარიძის შვილი როა. არ შეიძლება არ იცოდე ელდარ შენგელაია, არ შეიძლება არ იცოდე გიორგი შენ. ან ბევრი ისეთი ღირსეული ადამიანები ყავს, რომ აი უბრალოდ უნდა იცოდეთ ბავშვებო, აუცილებლად უნდა იცოდეთ და მითხრა რომ თუ ესეთი გამოჩენილები ყავს, რატომ ვართ რომ ჩვენ მაინდა-მაინც საზღვარგარეთ მცხოვრებ და წარმატებული სხვა ქვეყნის მსახიობებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ხო? მოკლედ ჩვენ მარიამს ვიტოვებთ, ესე გადავწყვიტეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა მარიამის სხვა მოდელი შემოგთავაზეთ ძალიან მალე და პირობას გაძლევთ, ხო? ხო, ვაძლევთ მარიამ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 100%-იანი შედეგი დავდეთ და საუკეთესოები ვიყოთ, ხო? აბა, ბედნიერად, წარმატებები უსურვოთ თქვენს მაყურებლებო მარიამს, რადგან მე ზუსტად ვიცი, რომ მარიამი ერთ-ერთი საუკეთესო ნიჭიერი გოგო იქნება.